14 აპრილს საქართველოს დედაენის დღეს აღნიშნავს, რომელსაც საფუძველი 46 წლის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად ჩაეყარა. 1978 წელს ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინააღმდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15,000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100,000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. პროტესტმა ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნა. მოგვიანებით 1990 წელს 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულშია. მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მესამე ადგილზეა. საქართველოში დედაენას ძეგლი დაუდგეს. სიტყვა ღვთიანი, ნაბრეწკლიანი, ბარაქიანი, ქართული. სიმბოლურად აღნიშნავ იმას, რომ ბიბლიოთეკაში გადავწყვეტეთ დღევანდელი დღის აღნიშვნა, იმიტომ რომ ბიბლიოთეკასთან ურთიერთობა და ზოგადად წიგნის სიყვარული უდიდესი განათლების მომტანია მომავალი თაობისთვის, სწორედ განათლებაა ის, რაც გადაარჩენს ჩვენ ქვეყანას, რომელიც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას დღესაც. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს არის ქართული ენის დღე, მისი დაცვის დღე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და ვფიქრობ კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ ძალიან დიდი მოვალეობა გვაკისრია ჩვენი მშობლიური ენის წინაშე, რომელიც უძველესია და რომელიც სწორედ ქართულ იდენტობას ასახავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართველისთვის. დღეს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ვეწვევთ რაიონულ ბიბლიოთეკას. წავიკითხეთ ლექსები, გამონათქვამები, ვისაუბროთ ბიბლიოთეკებისა და ბარბარიზმების შესახებ. გვინდა მოგიწოდოთ, რომ არ გამოიყენოთ ბარბარიზმები და დავიცვათ ქართული ენა. დღეს არის 14 აპრილი და გვინდა მოიულოცოთ დედაენის დღე და გვინდა მოუწოდოთ ყველას, რომ არ გამოიყენოთ ბარბარიზმი. დღევანდელი ჩვენი აქ მოსვლის მიზანი იყო დედაენის დღე. უნდა ვისაუბროთ, რომ ქართულ ენას სჭირდება მოფრთხილება და დაცვა. 14 აპრილი აღნიშნება ქართული ენის დღედ, ცნობილი 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებით 1990 წელს დაწესდა ეს დღე და აღნიშნება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის დღე, როდესაც გადარჩა საქართველოს ქართული იდენტობა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს სამი ხელთუქმნელი საუნჯე, ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება და ყველაზე პირველი და უმთავრესი ჩვენთვის არის ჩვენი ენა. დღეს მე პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გვესტუმრენ, რომელმაც ჩაგვიტარეს გაკვეთილი, ასე რომ ვთქვათ, ქართულ ენას უპირატესობასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ენას და როგორ უნდა ვიბრძოლოთ და როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს საუნჯე მთელი არსებობის მატჩს. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ნინო მაჭავარიანის შემოქმედებით ფანტაზიას ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები და აქსესუარები დაემატა. იმისთვის, რომ ყველაზე იდუმალი და ლამაზი დღესასწაული სხვებსაც ნამდვილზე ემადუქციოს და დანარჩენი 364 დღისგან კიდევ უფრო განსხვავებული და ემოციური გახადოს. სასწაულის მოახლოებასთან ერთად ჯეჯილი დავტესაგრე ერთი კვირა და ვიყინებ გასაფორმებლად იმასაც. უშინ დავიწყე ძირითადად რაც არის გაკეთებული საავადმყოფოში. და სათუთად ვდგები, იმიტომ რომ არ მინდა ზედმეტად გადაჭარბებული გამოვიდეს. მაინც უფალთან გვაქვს საქმე. ეხლა ეს ქრისტე აღს გაიყიდება, ესენი იყიდება და თავს ვიყავებდი იმაზედაც. იმიტომ რომ მაინც არ არის ჩვენი საქმე. რაც უფლის საქმე, ის უფალი მაინც ისა უნდა გააკეთო. აღდგომო ნაკეთობები რომ გაიყიდება და ადამიანი შეიძინოს და იმით გახარებული იქნება, მეც გახარებული ვარ მაშინ. შემოქმედებითი გატაცება სხვებისთვისაც რომ გაეზიარებინა აღმაშენებლის პირველში საკუთარი სივრცე მოიწყო, სადაც თითქმის მთელ დღეს ატარებს და სპონტანურად მოსული იდეების რეალიზებას ახდენს. შემიძლია დილას რო ჩამოვალ და ღამის 12 საათამდე ვიждე და ვაკეთო. მინდა რომ ვაკეთებ განსაკუთრებულს, რომ არ იყოს არსად და რომ ადამიანი ესიამოვნო შეძენა, რომ თვითონ ერთი ექნება სახში, რასაც შეიძენს, ამისთან სტილში ვაკეთებ.
სახელოვნებო სფეროში ნინო მაჭავარიანი ახალი სახია, რამდენიმე თვიანი ისტორიით. ყველაფერი კი ემიგრაციის წლებში დაიწყო, როცა შემთხვევით ერთ-ერთ ვიტრინაში ხელნაკეთი ვარდი შენიშნა. ეს ემოცია მალე მისი შემოქმედებითი ფანტაზიისთვის ბიძგი გახდა. და იტალიაში ყოფნის დროს აზიასთან გავიარე და მომეწონა ძალიან დიდი ყვავილი. აი იქ ყვავილი არის, იმისანა ზუსტად. მეთქი იმას როგორ ვერ გავაკეთებ ახლა მომეწონა. შევედი მაღაზიაში, ვიყიდე მასალა, წამოვიღე სადაც ვიყავი ოჯახში არ მიშლიდან ისინი კეთებას და გავაკეთე. გამოვაგზავნე სახლში. რო ლამაზი იყო მომწონდა და მეთქი ნაძვის ხეზე გააკეთებენ ბავშვები. ზოგი YouTube-ზე ვნახე მე, ზოგი ჩემი აზრით გავაკეთე და ასე დავიწყე და ასე მომივიდა იდეები. მოდის ანდათან. ნინო მაჭავარიანი თვლის, რომ ჯერ კიდევ შემოქმედებითი უნარების სასტარტო პოზიციაზეა. მეტი განვითარებისა და შესაძლებლობების დრო მისთვის ახლა დგება, რათა მრავალფეროვნებით, დახვეწილობითა და ორიგინალურობით გამორჩეულმა ხელნაკეთმა დეკორაციებმა და აქსესუარებმა კიდევ არაერთი მომხმარებლის სივრცე დაამშვენოს. ზესტაფონელ კიკბოქსინგელებს წარმატებები აქვთ. საერთაშორისო ტურნირიდან, რომელიც ახალციხეში გაიმართა, მათ ქამარი და 3 პირველი ადგილი ჩამოიტანეს. მწვრთნელი გურამ მახათაძე ამბობს, რომ ამ ასპარეზობისთვის მოზარდი სპორტსმენები სერიოზულ საწვრთნელ ვარჯიშებს გადიოდნენ და ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ტურნირზე მაღალი შედეგები ეჩვენებინათ. 20-30 მას მივნებული ვიყავთ ხალხში საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მონაწილეობას ვეუბნობდა ჩვენი ზესტაფონის სპორტის სკოლის სპორტსმენები კიკბოქსინგში, რა თქმა უნდა. 200 სპორტსმენი მონაწილეობდა, 50 ბრძოლა იყო ქამარზე პროფესიონალებში, დანარჩენი მოყვარულები იყვნენ ბავშვები, ძალიან კარგად იბრძოლეს. ჩემპიონები გახდნენ გულგენიძე თომა, ყობაღიძე გიორგი, მოდებაძე მათი და პრიზიორები გახდნენ კიდე ბავშვები. მათ დადეს შედეგი და ყვაყოფილად შეჯიბრიდან გამომდინარე. ვარცხა საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და შავი ზღვის თასის პრობელი. ასევე 28-29 მარტს ჩადადა საერთაშორისო ტურნირი ახალქალაქში, სადაც მივიღე მონაწილეობა და შემხდა სომეხი სპორტსმენი და დავამარცხე 3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ და მოვიპოვე საჩემპიონო ქამარი. მოწინააღმდეგე იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ ჩემი კარგი მომზადების გამო და შევძელე დავამარცხე იგი. რაშიც მეხარებოდნენ ჩემი მწვრთნელები გურამ მახათაძე და ირაკლი მახათაძე. ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. პირადად მე შემხვდა გორელი. ჩემი ბრძოლით კმაყოფილი ვარ პირველივე რაუნდში, დავამთავრე ნოკაუტით და ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წევს ბატონ გურამ მახათაძეს, რომელსაც მოგვამზადა და ირაკლი მახათაძეს. მადლობა ასევე სპორტსკოლის დირექტორს, რადგანაც უზრუნველყო იყო ჩვენი ეს შეჯიბრი. ქართულად ჩემპიონატი ჩვეულებრივი ჩხუბიც ქონდა, წაგება მაქვს 1, მოგება მაქვს 6. 6 შეხვედრა რომ მოვიგე, ეს ყველას უხაროდა. ამას სპორტს გავაგრძელებ, იმიტომ რომ გავიდე სოფლიო ჩემპიონატზე და ქამარს მოვიგებ 11 მაქვს მოგებული, 7 წაგება. ახლა იყო შეჯიბრი და 2 სომეხი შევეჯიბრე და მოვიგე. და გავხდი ჩემპიონი. კიკბოქსინგის სექციას ქველმოქმედ რობერტ ჭუმბაძის სახით მხარდამჭერი ჰყავს. მინდა პირველ რიგში მადლობა ბატონ გურამ მახათაძეს, რომ მაგის რომის შედეგია ყოველთვის არა მარტო ეხლა წლობით ხელმძღვანელობს ამ კლუბს და ყოველთვის წარმატება არის. ეს არის სახელი რაიონის, საქართველოსი, რომელთაც მე თვითონ ამ ქვეყნის შვილი ვარ და კავრა მიხარია, რომ ბატონ გურამის წარმატება ასე მადლობა ბავშვებს და მადლობა ჩვენს ახალგაზრდობას. ზესტაფონის სასპორტო სკოლის კიკბოქსინგის სექციაში დაახლოებით 40 ბავშვი კვირაში 3 დღეს ვარჯიშობს, მათ შორის არიან გოგონებიც.